ცოტა დამშვიდა სიტუაცია და ეხლა მოყვები რა მოხდა რაფზე ბიჭო და რამ გამოიწვია მთელი ეს გაწევა. ჩვეულებრივად გვაქვს აკრედიტაცია და მე რაფს უსვამ კითხვას, რომ რაფზე ვინ გინდა რომ იყოს შენი შემდეგი მეტოქე და რატომ უმარ ნურმაგომედოვი თქვა და მე რამმა ძმურად თქვა პასუხი რომ ფაქტეთ გაიო უმარზე. და ვიღაც ტიპმა ჩათვალა რომ შეეძლო რომ მისულიყო მერაბთან და გაერჩია საქმე ბიჭო. და მოეთხოვა პასუხი მაგ სიტყვების რომ უმარზე ეგერ როგორ ბაზრობო თუ რაღაცა და მერაბმა რა თქმა უნდა არ მოიწვია და აიღო და წყვიტა პირდაპირ ნებისმიერი დაცვის გარეშე წყვიტა და მოწყვიტა რა. ხო და გაატყდა გამოწევა ეს ტიპები ეს ვით ჩამოსულები არიან ამ თავისების გულშემატკივრობისთვის საგულშემატკივროდ ატყდა გამოწევა იქ ხურცელავა არ მაცარუკიას ხელი კრა ბიჭო ხურცელავა არ მაცარუკიას არმანამ ჩაისვა რა ძმაო ხურცელავა არ მაცარუკიას ხელი კრა და მოკლედ რა მაგრამ შემოგუტიეს მაგრამ იქ პოლიციას და ალფას ბიჭებიც ძალიან ისეთი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და დაწყდა სიტუაცია მე მერაბი და საძმო გავიდა გვერდზე ებაზდნენ იმ ტიპებს და დავაგდნენ რა ჩვეულებრივად მშვიდობიანად კარგად დავაგდა სიტუაცია მაგრამ ხვალ ვინც მოდიხართ არეიებზე დროშის გარეშე არ წამოხვიდეთ საქართველოს დროშები წამოიღეთ და აოფრიალოთ მაღლა იმიტომ რომ აქ ვიღაცებს გონიათ რომ რაღაცების გაკეთება შეუძლიათ ბიჭო და რას ქვია შეუძლიათ ძმაო რას ქვია შეუძლიათ საქართველოა ეს პირველ რიგში საქართველოში მიდის ჭიდაობა ჩვენებს გულშემატკივრობთ მე რაფს გულშემატკივრობთ რაფს გეოდებით დროშებით ხურცელავა გოუთი ხარ და არ მაცარუკიანისთვის ხელი აქ დაკრავი ბიჭო ბუმ სადულაევის და მოკეთ მთელი ამბები ძმაო let's go ხვა გეოდებით ყველას